დღეს ერთ ძალიან კარგ, ძალიან ლამაზ და კეთილ გოგოზე მინდა მოგიყვეთ, რომელსაც ტუშა ერქვა. ტუშა ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. ძალიან უჭირდათ. ხანდახან საჭმელიც კი არ ქონდათ. ფანჯრებიდან ცივი ქარი უბერავდა, იმიტომ რომ ფანჯრებიც დამტვრეული იყო. კატა ყავდა ერთი. კატა, რომელიც ისეთი გამხდარი იყო, ისეთი დასუსტებული შიმშილისგან, რომ თავი რო გამოძვრებოდა, იმასაც ხერხემალი უჩანდა, ისეთი გამხდარი იყო. იტყოდა და არც გაეკიდებოდა. არადა მოდიოდა შობა ახალი წელი. წარმოგიდგენიათ, შობა ახალ წელს ხო საჩუქრები, სიხარული, გემრიელი სუფრა, ყველაფერი გადასარევია ხოლმე. ნუ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ტუსას სახლში კიდე სიცივე იყო. სიბნელე, სუფრაცარიელი, პურის ნაფშხვენებიც კი არ იყო. დედას ეკითხება, დედა, ჩვენ ხომ ასანთის კოლოფები გვაქვსო, შიგნით ასანთით. მომეცი ეს კოლოფები ასანთის, წავალ ქუჩაში დავდგები, ეგებ ვინმე მიყიდოს და ცოტა ფული მექნება და ერთ პატარა ნამცხვარს მაინც ვიყიდიო. ვის რა თუნდა ჩვენი ძველი დანესტიანებული ასანთი. მე მგონი რომც გაკრა შეიძლება არც აინთოსო. შობა ახალი წელი მოდის და ჩვენც ხო გვინდა რომ რამე სუფრაზე იდოსო. სანთელს დავანთებთ. ერთ პატარა ნამცხვარს ან თუნდაც გემრიელი პურის ნაჭერს დავდებთ და ჩვენი ახალი წელიც ეს იქნებაო. კარგი ტუსა, წადია ეგ განჯინაში დევს და თუ მონახავ, შენი საქმისა შენიციო. ტუსა მოწესრიგდა რაც შეეძლო, მაინდა-მაინც თბილად ვერ ჩაიცვა, მაგრამ ბებიას ძველი შალი მოიხურა, გააღო განჯინა და სამი ცალი ასანთი ნახა. გაკრა ასანთს, აინთო. რა კარგია, რახან აინთო, ესე იგი არ არის ნესტიანი და გავყიდი. ეგებ ვინმეს დასჭირდეს, რა ვიცი, ცდაბედის მონახევრეაო ნათქვამია. ტუსა გავიდა ქალაქში და ძალიან ციოდა, ტუსას ხელები გაეყინა. დაიწყო სიარული, არადა ქალაქი არის გაჩახჩახებული, გალამაზებული, ყველგან კისკისის ხმა ისმის. აბა გილოცავთ, მალე შობა ახალი წელი იქნება, მალე ახალი წელი დადგება. ნაბადიეთ, ძალიან დიდი ბოდიში ასანთს ხომ არ იყიდით? არა. კარგი. ნაბადიეთ, ასანთი ხომ არ გნებავთ, იქნებ დაგჭირდეთ სახლში ასანთი. არა. ამ სიარულში ტუსა უცებ მიადგა უშველებელ, გაჩახჩახებულ, ულამაზეს მაღაზიის ფანჯარას. შეიხედა ფანჯარაში და ხედავს ნამცხრები. რამდენი კამფეტებია დახლზე, სათამაშოები. რა ლამაზი ტანსაცმელი. ღმერთო ჩემო, და რამდენი ბავშვები მშობლებთან ერთად ყიდულობენ, რაც უნდათ. უცებ იგრძნო, რომ ზურგზე ვიღაცა უკაკუნებს. დიახ, გოგონა, თქვენ ყიდით ასანთს? დიახ, გნებართ ასანთი. მართ
მართლა? სამივე სიყიდით? სამი მართლა? ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. უშას ხელში ფული აღმოაჩნდა. დათვალა, ბევრი არ იყო, მაგრამ ეყოფოდა, რომ 2-3 კამფეტი ეყიდა და ერთი არ ვიცი, ალბათ ერთი სახელმწიფო სათამაშოც. ხო? აუცილებლად. კი, აუცილებლად მოუვა. უცებ მიტრიალდა და დაინახა პატარა მოკაკული მოხუცი, რომელსაც ეთყობა ძალიან ციოდა. და ისეთი გამხდარი და ისეთი წვრილი ხელი გამოუწოდა და ეუბნება, გოგონი, ძალიან გთხოვში. რამდენი ხანია საჭმელი არ მიჭამიათ. ეგ ცოტა ფული მომცე, რომ რამე ვიყიდო. ვაიმე, ტუშა ძალიან შეწუხდა. ძლივს ნაშოვნი თავისი ხურდები, რომელზედაც ამხელა იმედი ჰქონდა, რომ რაღაცა სიყიდიდა და სახლში მაგიდაზე თუნდაც პატარა ნამცხვარს დადებდა. უნდა ვინმესთვის მიეცა, მაგრამ კეთილი იყო. ძალიან კეთილი. მიტრიალდა მოხუცისკენ და აი ქალბატონო, რაც მოგივათ, ყველაფერი ტკბილად შეგერგოთო და მისცა ფული. დარჩა თვითონ უფულად. ძალიან დასევდიარდა. ძალიან. დგას ტუშა მაღაზიის წინ და მოთქვამს. აღარ უნდა აღარც სახლში, აღარც ქუჩაში, არაფერი აღარ უნდა და კიდე ვიღაცა ეკაჩება უკან. უცებ შეხედა და ძალიან ლამაზი ქალი იდგა. დედამისიც კი გაახსენა, როცა დედა ბედნიერი იყო. უცებ თვალები გაუშტერდა. ქალი ეუბნება, ტუშა, მოდი ჩემთან. მომეცი შენი ლამაზი ხელი? ეხლა შევაღოთ მაღაზიის კარები და რაც გენდომება, სულ ყველაფერი შენი იყოსო. მიდიო და გააღო კარები, შეიყვანა ტუშა და ეუბნება, ტუშა არ მოგერიდოს, რაც გინდა აიღე, რაც გინდა კალათაში ჩაალაგე, წაუღე დედიკოს ყველას, ფისოსთვის არ დაგავიწყდეს საჭმელები და კაკაკუკები. სიხარულის გადატირდა. ატირდა და ერთი სული ქონდა, რომ ჩაელაგებინა კალათაში და წაეღო სახლში, რომ დედა გაეხარებინა. მაგრამ ხორმოცელა კი არ იყო. ხო შეეძლო ყველაფერი მოეკრიფა, ყველაფერი ჩაეტენა, ჯიბეები გამოეტანა. არა, აი რაც ძალიან ყველაზე უფრო მოეწოდა და იმასაც კითხულობდა, აი ეს შეიძლება? ბედნიერებისგან ცრემლ მორეულმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ამ ქალს. და ბოლოს ტუშა მიხვდა, რომ ეს ლამაზი ქალი შობის ანგელოზი იყო. ოღონდ პირველ ჯერზე ვინც ასანთი იყიდა, მეორე ჯერზე ვინც მოხუცი იყო და მესამე ჯერზე რომელმაც მადლობა გადაუხადა ტუშას კეთილი გულისთვის. ამიტომ ბავშვებო, სიკეთე აკეთეთ. არ დაიშუროთ არაფერი და ის ასმაგად დაგიბრუნდებათ. სიკეთე ყველაზე კარგი რამ არის ამ ქვეყანაზე. შობა ახალ წელს გილოცავთ ბავშვებო და რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აქ სრულებოდეთ.